სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ყველა თქვენგანს ვხედავ. მანამ სანამ ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე ვისაუბრებ, მაქვს სწრაფი განახლება შეერთებული შტატების პირველი ლედისგან. გუშინ დაფიქსირდა პირველი მსჯავრი Take It Down-ის კანონის საფუძველზე. ეს არის ისტორიული კანონმდებლობა, რომლის მიღებაში პირველ ლედის მელანია ტრამპს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. იგი იცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ თანხმობის გარეშე შექმნილი სექსუალურად აშკარა გამოსახულებების მსხვერპლებს ონლაინ შევიწროებისა და ძალადობის მუქარისგან. ეს დიდი მიღწევაა პირველი ლედისთვის და ვიცი, რომ პრეზიდენტი ძალიან ამაყობს თავისი მეუღლის ძალის ხმევით, რომელმაც ხელი შეუწყო ამ კრიტიკული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ამერიკელ ახალგაზრდობას იცავს. ამიტომ მადლობას უხდით პირველ ლედის მისი ძალის ხმევისთვის და ვიმედოვნებთ, რომ სხვებიც გააშუქებენ გუშინდელ ამ ისტორიულ განაჩენს. რაც შეეხება ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ღამით გამოაცხადა, ეს არის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც პრეზიდენტმა და ჩვენსმა საოცარმა არმიამ შესაძლებელი გახადეს. ოპერაცია ეპიკური რისხვის დათგაბისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა 4-დან 6 კვირამდე სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო ირანის რადიკალური ისლამური რეჟიმის სამხედრო საფრთხის განეიტრალება. ამერიკელი მებრძოლების დაუჯერებელი შესაძლებლობების წყალობით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ცენტრალურ სამხედრო მიზნებს მხოლოდ 38 დღეში მიაღწია და გადააჯარბა კიდეც. ზერი მიარის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ირანის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რითაც გაანადგურეს რეჟიმის შესაძლებლობა ეწარმოებინა იარაღი, რომელსაც ისინი და მათი მოკავშირეები იყენებდნენ ამერიკელების დასახიჩრებასა და მოკლაში და მსოფლიოს ტერორიზებაში. ირანის შესაძლებლობა აეშენებინა და დაეგროვებინა ბალისტიკური რაკეტები და გრძელდისტანციური დრონები, ასევე რამდენიმე წლით უკან დაიხია იმასთან შედარებით, რაც 6 კვირის წინ იყო, სანამ დაიწყებოდა ოპერაცია ეპიკური რისხვა. ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბალისტიკური რაკეტების უმეტესობა, გამშვებიდანადგარები და გრძელდისტანციური საბრძოლო დრონები 1450-ზე მეტი ერიში და დაახლოებით 800 ერიში განვახორციელეთ ირანის დრონების გამშვებ ერთეულებსა და საცავებზე. სულ ირანის მასშტაბით 13000-ზე მეტი ობიექტი დაიბომბა. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი მხოლოდ 38 დღეში მოხდა. ამასობაში ირანის საზღვაო ფლოტი სრულად განადგურდა. შეერთებულმა შტატებმა მთლიანობაში 150-ზე მეტი საზღვაო ხომალდი გაანადგურა, მათ შორის ირანის სამხედრო გემების 16 სრული კლასი. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ადრე ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი წყალქვეშა ფლოტის მფლობელი იყო, ახლა მას არც ერთი წყალქვეშა ნავი აღარ აქვს. ირანის ოდესღაც უზარმაზარი 5000-ზე მეტი საზღვაო ნაღმების მარაგის 97%-იც განადგურდა. ირანის საჰაერო ძალები ამ ეტაპზე ფუნქციურად და ოპერაციულად უმნიშვნელოა. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულად აიღო საჰაერო კონტროლი ქვეყანაზე. ამის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე ირანის საჰაერო ძალები დღეში 30-დან 100-მდე ფრენას ასრულებდა. დღეს ეს რიცხვი ნულია. ირანის შესაძლებლობა დააფინანსოს და მხარი დაუჭიროს თავის ტერორისტ წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ეტაპზე ირანს აღარ შეუძლია მიაწოდოს იარაღი რეგიონში თავის წარმომადგენლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის შეძენას. ამ წარმატებული ოპერაციამდე ირანი აგრესიულად აფართოებდა თავისი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების არსენალს. ამ იარაღითა და თავისი საზღვაო ძალებით ირანი ცდილობდა სამხედრო ძალების თავმოყრას თავისი ქვეყნის გარშემო, რათა შეექმნა უშუალო და ეგზისტენციალური საფრთხე შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებისთვის, ახლო აღმოსავლეთში, მოკავშირეებისთვის და საბოლოოდ თავისუფალი სამყაროსთვის. ირანი ამ საშიშ და აგრესიულ სტრატეგიას ერთი მიზეზის გამო მისდევდა, რომ მსოფლიო თავისი ტერორისტული ამბიციების მძევლად ექცია. ირანელები აპირებენ გამოიყენონ თავიანთი გაძლიერებული შესაძლებლობები, როგორც ფარი, რათა მიაღწიონ თავიანთ საბოლოო მიზანს. ბირთვული ბომბების შექმნა ქვეყნის შიგნით. მაგრამ მათი მკვლელური და ბოროტი გეგმები განადგურდა მათი არმიის, ბირთვული პროგრამისა და ლიდერობის უმეტესობის, მათ შორის ყოფილი უმაღლესი ლიდერის ალი ხამენეისთან ერთად. მათი სარდლობისა და კონტროლის სტრუქტურები დესტაბილიზირდა მას შემდეგ, რაც ისინი 2000-ზე მეტჯერ დაიბომბა. ბევრი დარჩენილი ლიდერი შიშისგან პარალიზებულია და აღარ სარგებლობს თავისუფლებით, რომ გადაადგილდეს ქვეყანაში ან ღიად შეიკრიბოს. ჩვენი მებრძოლების შეუდარებელი ოსტატობისა და მთავარსარდლის ხელმძღვანელობის წყალობით, მსოფლიომ ახლახან იხილა სამხედრო ტრიუმფი, რომელიც ისტორიულად სწრაფი და წარმატებული იყო.
პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა სტრატეგიული სამხედრო მიზნებით და შეერთებულმა შტატებმა ისინი აშკარად მიაღწია. Ამ პროგრესის აღნიშვნისას ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ 13 ამერიკელ გმირს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასწირეს ამ კეთილშობიური მისიისთვის. ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენი დიდი არმია მთელი ერი პატივს მიაგებს მათ უმაღლეს მსხვერპლს და არასოდეს დავივიწყებთ მათ. ღმერთმა დაუწოს მათი ოჯახები. ჩვენი საოცარი შეიარაღებული ძალების ყველა წევრის მამაცმა ძალისხმევამ შექმნა მაქსიმალური გავლენა შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, რაც მისცა მას და მის ხელმძღვანელ გუნდს შესაძლებლობა ბოლო კვირების განმავლობაში რთულ მოლაპარაკებებში მიიღოთ მონაწილეობა, რამაც ახლა გზა გაუხსნა განსხვავებულ დიპლომატიურ გადაწყვეტას და მდგრად მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტის მაქსიმალურმა ზეწოლამ და ოპერაცია ეპიკური რისხვის წარმატებამ შექმნილმა გავლენამ აიძულა ირანის რეჟიმი ეთხოვა და საბოლოოდ დაეთანხმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას შეერთებულ შტატებთან. ირანს აღარ შეეძლო გაეძლო დაბომბვას ან გაერისკა ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო გუშინ ღამით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული საღამოს 8 საათის საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ. ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტის გახსნას და როგორც პრეზიდენტმა თქვა, მივიღეთ ირანელებისგან წინადადება, რომელიც მოლაპარაკებებისთვის სიცოცხლის უნარიან საფუძვლად ჩაითვალა. დღეს ბევრ არაზუსტ გაშუქებას ვნახე მედიაში ამ მოლაპარაკებებისა და ამ გეგმების შესახებ. მაშინება მომეცით მკაფიოდ ვთქვა და ჩავასწორო ჩანაწერი. ირანელებმა თავდაპირველად წარმოადგინეს 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ფუნდამენტურად არასერიოზული, მიუღებელი და სრულიად უარყოფილი იყო. ის პირდაპირ ნაგავში მოისროლეს პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა მოლაპარაკებების გუნდმა. ამ ოთახში მყოფი ბევრი მედია საშუალება მცდარად იტყობინებოდა, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის მისაღები იქნებოდა და ეს არასწორია. როდესაც პრეზიდენტის ვადა სწრაფად ახლოვდებოდა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ყოველ საათში სრულად ანადგურებდნენ ირანს, რეჟიმმა მოლაპარაკებების გუნდს რეალობა აღიარა. მათ პრეზიდენტსა და მის გუნდს სრულიად განსხვავებული და უფრო გონიურული შეკვეცილი გეგმა წარუდგინეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა გუნდმა დაადგინეს, რომ ახალი მოდიფიცირებული გეგმა იყო სიცოცხლის უნარიანი საფუძველი მოლაპარაკებებისთვის და ის ჩვენს 15 პუნქტიან წინადადებას შეუსაბამეს. პრეზიდენტის წითელი ხაზები, ანუ ირანში ურანის ხელახალი გამდიდრების დასრულება არ შეცვლილა და შედეგი. იდეა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოდესმე მიიღებდა ირანის სურვილების სიას როგორც შეთანხმებას, სრულიად აბსურდულია. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შეთანხმებას დადებს, რომელიც შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება. ის და მისი მოლაპარაკებების გუნდი მომდევნო 2 კვირაში სწორედ ამ ძალისხმევაზე კონცენტრირდებიან, თუ ჰორმუზის სრუტე ღიად არჩება შეზღუდვების ან დაგვიანების გარეშე. ეს მოლაპარაკებები, რომლებიც განსაკუთრებულად მგრძნობიარე და რთულია, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება. მე მედიის წარმომადგენლებს კატეგორიულად ურჩევდი არ გაავრცელონ ისეთი ნარატივები, რომლებსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვთ. ის, რასაც ირანი საჯაროდ ამბობს, ან თქვენ მედიას გადასცემს, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ისინი შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტს და მის გუნდს პირადად აცნობებენ. არასოდეს შეაფასოთ ნაკლებად პრეზიდენტ ტრამპის უნარი, წარმატებით გაატაროს ამერიკის ინტერესები და მშვიდობის დამყარებას შეუთხოს ხელი. პრეზიდენტ ტრამპს აქვს დამტკიცებული გამოცდილება, რომ შეუძლია კარგი შეთანხმებების მიღწევა შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის სახელით და ის მხოლოდ ისეთ შეთანხმებას დათანხმდება, რომელიც ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს. ამის შემდეგ თქვენს კითხვებს უპასუხებ. ვიცი, რომ დღეს ბევრი კითხვა გაქვთ, ჩვენთან ერთად არის შეინ ჰარისი, ამაკ ნიუსლაინის წარმომადგენელი. შეინ, მადლობა მოსვლისთვის, შეგიძლიათ დაიწყოთ. დიახ, მადლობა მასპინძლობისთვის, კაროლაინი. მაქვს ორი კითხვა. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, თუ ეს ირანში მთრულობის დასასრულია, რა გზავნილი აქვს პრეზიდენტს ამერიკელი ხალხისთვის იმის შესახებ, თუ რა მიღწევები ჰქონდა ქვეყანას ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად? ფიქრობ, ამაზე უკვე საკმაოდ ვცლად ვისაუბრეთ ჩემს საწვის კომენტარებში. 6 კვირის წინ პრეზიდენტმა პირდაპირ ამერიკელი ხალხის თვალებში შეხედა და თქვა, რომ მან დაიწყო ეს ოპერაცია ირანის მხრიდან არსებული მოახლოებული საფრთხის აღმოსაფხრელად. და ეს საფრთხე ახლა უკვე ძირითადად განადგურებულია. მათი საზღვაო ძალები, მათი რაკეტები, მათი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და ბირთვული ბომბის აშენების გეგმა აღარ იქნება დაშვებული. ოპერაცია ეპიკური რისხვის ბოლო 38 დღის გამორჩეული წარმატების წყალობით. ეს აბსოლუტურად მიღწეულია და ახლა გადავდივართ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე, რათა განსაზღვროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. და ვინ იცის, იქნებ შევძლოთ შუამავლობა შეთანხმებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდგრად მშვიდობას მოიტანს. და მეორე რიგში, რა გზავნილი აქვს პრეზიდენტს ამერიკელი ხანდაზმულებისთვის, რომლებიც უფრო აქტიურად აძლევენ ხმას და შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშონ მომავალ შუალედურ არჩევნებში. პრეზიდენტს ძალიან უყვარს ჩვენი ხანდაზმულები მთელი ქვეყნის მასშტაბით. და როგორც იცით, პრეზიდენტმა გასულ წელს ხელი მოაწერა მშრომელი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავაც, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები ჩვენი ხანდაზმულებისთვის. შრომელი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათის წყალობით თითქმის 90%-მა ხანდაზმულებმა აღარ გადაიხდის გადასახადს სახაც სოციალური უზრუნველყოფიდან.
დიდი გამარჯვება ხანდაზმულებისთვის, საშუალო კლასისთვის და მომუშავე ოჯახებისთვის. ნულოვანი გადასახადი ჩაის ფულზე და ზეგანაკვეთური საათებისთვის. შემდეგ კვირას იწურება შემოსავლის გადასახადის ვადა. თქვენ მოისმენთ პრეზიდენტისგან თუ როგორ მოუტანა მისმა პოლიტიკამ სარგებელი ხალხს და მე ამაღად გაცნობებთ, რომ ის მომავალ კვირას ნევადასა და არიზონას შტატებში გაემგზავრება, რათა მთელი კვირის განმავლობაში ეს ისტორიული მიღწევა წარმოაჩინოს. მადლობა აქ ყოფნისთვის, შეინი გეიბ. ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ირანმა დღეს ხორმუზის სრუტე დახურა ისრაელის თავდასხმებზე ლიბანში პასუხად. რა არის თეთრი სახლის პასუხი ამაზე? და თქვენ ახლახან ჩამოთვალეთ ბევრი სამხედრო წარმატება, ამას ვიგეთ. მაგრამ სტრატეგიულად როგორ ამტკიცებს მთავრობა, რომ ირანს ახლა ეკონომიკური გავლენა არ აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდა დასაწყისში. რაც შეეხება პირველ რეპორტაჟს, რომელიც ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, პრეზიდენტი ინფორმირებული იყო მანამდე, სანამ მე ტრიბუნაზე ავიდოდი. ეს მიუღებელია და კიდევ ერთხელ, რასაც საჯაროდ ამბობენ, განსხვავდება იმისგან, რასაც პირად საუბარში აცხადებენ. დღეს ჩვენ დავინახეთ მოძრაობის ზრდა სრუტეში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრეზიდენტის მოთხოვნას, რომ ხორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ გაიხსნას. ეს მისი მოლოდინია და უკვე პირად საუბარში ითქვა, რომ ასე უნდა მოხდეს და რომ ეს საჯარო განცხადებები მცდარია. კაროლინე, პრეზიდენტმა გუშინ გააფრთხილა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არ ქონის შემთხვევაში ცივილიზაცია დასრულდება. იმ პირობებში, რომ ირანის ლიდერებმა უკვე განაცხადეს ადრეს სიკვდილი ამერიკას, რატომ იქნებოდა შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ასეთი ენის გამოყენება, როდესაც ის საუბრობს სამოქალაქო ობიექტებზე? და პრეზიდენტი დასცინოდა ისლამს, როდესაც მან Truth Social-ზე თავის პოსტს დაასრულა სიტყვებით, კვებით დიდება ალას. ეს არ გააღიზიანებდა მუსლიმ მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში. კარგი, მესმის თქვენი კითხვები პრეზიდენტის რიტორიკაზე, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგებია. და მართლაც მისი ძალიან კაცრი რიტორიკა და მტკიცე მოლაპარაკების სტილი. სწორედ ისაა, რაც იმ შედეგამდე მიიყვანა, რასაც დღეს ყველა თქვენგანი ხედავთ. ირანმა გუშინ ღამით საჯაროდ აღიარა, რომ სურდა ეს ცეცხლის შეწყვეტა შეერთებულ შტატებთან. მათ ვეღარ აიტანეს ჩვენი ძლიერი და მომაკვდინებელი შეიარაღებული ძალების დაბომბვები. ისინი იღებენ ვალდებულებას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, რისთვისაც პრეზიდენტი მათ პასუხს აგებინებს და რასაც მთავრობა ყურადღებით აკვირდება რეალურ დროში. პირველ რიგში მსოფლიომ არ უნდა მიიღოს სერიოზულად მისი სიტყვები. მსოფლიომ უნდა პატივისცეს და მოусმინოს მის სიტყვებს. გააცნობიეროს, რომ პრეზიდენტი ყოველთვის უფრო მეტად შედეგებით არის დაინტერესებული და სწორედ ირანელები დაიხიეს უკან, არა პრეზიდენტმა ტრამპმა. მან თქვა, რომ მათ მძიმე შედეგები ელოდათ, როგორც თქვენ აღწერეთ, 20 საათამდე ვადაში თუ ხორმუზის სრუტეს არ გახსნიდნენ და რა გააკეთეს გუშინ ღამით. მათ დათანხმდნენ ხორმუზის სრუტის გახსნას. პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ ლიბანი იყოს ამ სამშვიდობო შეთანხმებაში, რადგან დღეს ისრაელის თავდასხმები ლიბანზე გაიზარდა და ათეულობით მსხვერპლი დატოვა. რა თქმა უნდა, ლიბანი არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი. ეს ყველა მონაწილეს აცნობეს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და შეერთებული შტატების ძალისხმევას და პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ მომდევნო ორ კვირაში სასარგებლო პარტნიორებად დარჩებიან. არსებობს რაიმე შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტს მომავალში ლიბანის ჩართვა სურდეს, რადგან ჩანს, რომ ლიბანი ან იწვევს, ან პოტენციურად ასუსტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი განიხილება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ყველა მონაწილეს შორის, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში არ შედიან. ჯეფ? მადლობ, კაროლინე. შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებს ირანთან მოლაპარაკებებში ისლამაბადში პარასკევს. შემიძლია გამოვაცხადო, რომ პრეზიდენტი გაგზავნის თავის მოლაპარაკებების გუნდს, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი, სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი და ბატონი კუშნერი, ისლამაბადში ამ კვირის ბოლოს. პირველი რაუნდი გაიმართება შაბათს დილით ადგილობრივი დროით და ჩვენ მოუთმელად ველით ამ პირისპირ შეხვედრებს. და რა როლს ხედავს პრეზიდენტი ჰიმაივასთვის ჰორმუზის სრუტის მონიტორინგსა და დახმარებაში მომავალში? პრეზიდენტმა ეს დღეს დილით დააკომენტარა. ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს. ჩვენ დავეხმარებით, სადაც შესაძლებელი იქნება, მაგრამ ველით, რომ ამას ირანი გააკეთებს და პრეზიდენტმა ეს საკმაოდ ნათლად აღნიშნა. როგორც მისი გუშინდელი განცხადება ამბობს, ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გახსნაზე. ეს გუშინ ღამით გადაწყდა. ამაღამ ჩვენ გვესმის, რომ ამას დრო სჭირდება, მაგრამ ეს არის პრეზიდენტის მოლოდინი და ის ამას ყველას მოსთხოვს. რა თქმა უნდა, მწვანე ბლეიზერით. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა და შემდეგ თქვენს წინ, მაგრამ ენდრიუ შეგიძლიათ წინ წახვიდე, შენ მწვანე არ გაცვია. ეს კლასიკური პიჯაკი ძალიან კარგად არის შეკერილი.
ეხლა რაც შეეხება პრეზიდენტის რიტორიკას, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები 2003 წელს ერაყში შეიჭრა, ჯორჯ ბუშმა ერაყის ხალხს მიმართა და თქვა, რომ სამხედრო კამპანია მიმართული იყო იმ კანონგარეშე კაცების წინააღმდეგ, ვინც მათ ქვეყანას მართავდა და არა მათ წინააღმდეგ. გუშინ პრეზიდენტმა ირანის მთელი ცივილიზაციის განადგურებით დაიმუქრა, არა მხოლოდ ირანის მთავრობის, არამედ ირანის ცივილიზაციისა და ირანელი ხალხის. იუაკები თავიანთი ისტორიის უმეტეს ნაწილში მორალური ლიდერები იყვნენ, რადგან ომებს სხვა მთავრობებთან აწარმოებდნენ და არა ცივილიზაციებთან. როგორ შეუძლია პრეზიდენტს განაცხადოს, რომ ამერიკას ოდესმე შეიძლება კონდეს მორალური უპირატესობა, თუ ის ცივილიზაციების განადგურებით იმუქრება და ომებს სხვა მთავრობებთან ბრძოლად არ წარმოაჩენს. ენდრიუ, ვფიქრობ, უნდა დააკვირდე ამ პრეზიდენტის ქმედებებს ბოლო 6 კვირის განმავლობაში და ასევე ჩვენი მამაცი მამაკაცების და თისა და ქალების, ამერიკის შეიარაღებული ძალებიდან, რომლებმაც ფაქტობრივად გაანადგურეს უკანონო ისლამური რეჟიმის არმია, რომელიც 47 წლის განმავლობაში ყვიროდა სიკვდილი ამერიკას და რომელმაც ბოლო 5 წლეულის განმავლობაში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა და დაასახიჩრა. პრეზიდენტს უდავოდ აქვს მორალური უპირატესობა ირანის ტერორისტულ რეჟიმთან შეამისა წინააღმდეგ. ყველა პატივისცემით, არა, ყველა პატივისცემით. კარგი, იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ლიბანში ვიხილეთ და ისრაელის თავდასხმების ზრდას, არსებობს თუ არა რაიმე შეშფოთება, რომ ნეთანიაჰუ ცდილობს ცეცხლის შეწყვეტა დაასრულოს. პრეზიდენტმა გუშინ საღამოს ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და ამ პირად საუბარში ნეთანიაჰუმ საჯაროდ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ და აღნიშნა, რომ ისრაელი კვლავაც რჩება შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირედ და პარტნიორად. ისინი გამორჩეული პარტნიორები იყვნენ ბოლო 6 კვირის განმავლობაში და მადლობას უხდით მათ გმირულ ძალისხმევას. პრეზიდენტმა ეს საუბარი გუშინ საღამოს გამართა და ეს ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. უბრალოდ რომ გავაგრძელოთ. გაგზელეთ, მადლობა. კაროლინე, მაქვს თქვენთვის კითხვა ირანთან დაკავშირებით და ასევე კითხვა ღირსების კანონზე, რა თქმა უნდა. ირანთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა ორი მოულოდნელი ფაქტორის ჩარევის შემდეგ: JD Vance და ჩინეთი. რა როლი ითამაშეს ამ მხარეებმა შეთანხმების მიღწევაში? ვიცე ვენს ამაში თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მარჯვენა ხელია. ის არის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. ის ყველა განხილვაში მონაწილეობდა და ახლა ამ მოლაპარაკებების ახალ ეტაპს უხელმძღვანელებს. ისლამაბადში ამ კვირის ბოლოს, რაც შეეხება ჩინეთს, გაიმართა საუბრები ჩვენი მთავრობისობის უმაღლეს დონეებსა და ჩინეთის მთავრობას შორის. პრეზიდენტს დიდი პატივისცემა აქვს პრეზიდენტ სის მიმართ. მადლობა. ის მოუთმელად ელის მასთან და იმ ქვეყანასთან მუშაობას, ასევე ჩინეთში ვიზიტს სულ რამდენიმე კვირაში. რაც შეეხება ღირსების აქტს, ის კონგრესში ძალას იძენს და ის სარგებელს მოუტანს ქვეყანაში მყოფ ზოგ არალეგალურ იმიგრანტს, მოქალაქეობის მიღების გზით. რა პოზიცია აქვს თეთრ სახლს ამ კანონმდებლობაზე და პრეზიდენტი ხელს მოაწერს მას თუ მის მაგიდაზე აღმოჩნდება? პატიოსნად რომ გითხრათ, მე პრეზიდენტთან ამ კანონმდებლობაზე არ მისაუბრია. მე დაველაპარაკები მას და რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს ოფიციალურ პოზიციას ამ საკითხზე. არაფრის გააგრძელეთ. პრეზიდენტმა დღეს ინტერვიუში მიანიშნა, რომ ხარს დაუჭერდა ერთობლივ ქმედებას აშშ-სა და ირანს შორის, რათა გემებისთვის გადასახადი დაეწესებინათ სრუტეში. ის ფიქრობს, რომ აშშ-მა უნდა მიიღონ სარგებელი ხორმუზის სრუტიდან. ეს რაღაცაა, ეს იდეაა, რომელიც პრეზიდენტმა წამოაყენა როგორც იცით და რომელიც განიხილება მომდევნო 2 კვირაში. მაგრამ პრეზიდენტის უშუალო პრიორიტეტია სრუტის გახსნა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, იქნება ეს გადასახადები თუ სხვა რაიმე ფორმით. რაც შეეხება მაღალ გამდიდრებულ ურანს, ირანმა მისცა თუ არა მთავრობას რაიმე მინიშნება, რომ უბრალოდ გადასცენდა გამდიდრებულ ურანს. თუ ეს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ ამის მისაღწევად მას მოუწერს სახმელეთო ჯარების გაგზავნა. ეს პრეზიდენტისა და მისი მოლაპარაკებების გუნდის პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზეა, როცა ისინი მომდევნო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის წითელი ხაზი, საიდანაც პრეზიდენტი არ დაიხევს უკან. ის მზად არის უზრუნველყოს, რომ ეს მოხდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დიპლომატიური გზით მოხდება. მაგრამ მიანიშნეს რამეზე, რომ ამას გადასცემდნენ. კი, მიანიშნეს. მართლა მიანიშნეს. კი. სარა, ტრევორი. ირანიდან მიღებული ცნობების მიხედვით, სხვადასხვა ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა და ისპაჰანში აფეთქებების ხმა ისმოდა. ვინ ბომბავს ირანს ამ კონკრეტულ მომენტში? ეს ცნობები რამდენიმე წუთის წინანდელია. დიახ. კარგი, ასე რომ ცხადია უნდა დავბრუნდე და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გადავამოწმო. ახლავე მოვაგვარებ ამას და პასუხს მოგაწვდით. და უბრალოდ რომ დავბრუნდეთ ცივილიზაციის საკითხზე, რაზეც საუბრობდით.
კიდევ ერთხელ მე ეს ცნობები არ მინახავს და არ ვამოწმებ მათ. ეს უნდობლობის გამო არ არის ტრევორ, უბრალოდ მინდა სპეციალისტებთან გადავამოწმო. უბრალოდ ვიტყოდი და დღეს დილით ვიცე-პრეზიდენტსაც გაუმეორე. ეს მყიფე ზავია. ცეცხლის შეწყვეტა ბუნებრივად მყიფია. ეს ვნახეთ ირანსა და ისრაელს შორის შაშანდელი 12 დღიანი ომის დროსაც. ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ ასეთი ცეცხლის შეწყვეტა სრულად ამოქმედდეს. და ოპერაცია ეპიკური რისხვის ერთ-ერთი შედეგი იყო ის, რომ ირანის სარდლობისა და კონტროლის ცენტრი მთლიანად დავანგრიეთ, რაც მათთვის ართულებს შეტყობინებების გადაცემას ჯადში. ასე რომ ეს გვესმის, ცოტა მოთმინებას გთხოვდით, მაგრამ რა თქმა უნდა გვინდა რომ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს და ყველა მხარემ დაიცვას. მადლობთ და ამერიკელები, პრეზიდენტის ადმინისტრაციები, რონალდ რეიგანი და მოყოლებული, გამოხატავენ აზრს, რომ ბირთვული ომი ვერ მოიგება და არასოდეს უნდა გაიმართოს. ეს კვლავაც ამ ადმინისტრაციის შეხედულებაა, თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის კომენტარებს ცივილიზაციაზე. ჩვენი პოზიცია ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ჰაიდი. ქერო, მადლობა ქერო. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სერიოზული იყო მისი გუშინდელი განცხადება, როგორ გესმით, რას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ ცივილიზაცია განადგურდება? ფიქრობ ეს იყო ძალიან ძლიერი მუქარა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, რამაც ირანის რეჟიმი დათმობაზე აიძულა. ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე დათანხმება. ეს იყო ძალიან ძლიერი მუქარა, რომელმაც შედეგი გამოიღო და როგორც ომის მდივანმა დღეს დილით პენტაგონში განაცხადა, ეს არ ყოფილა ცარიელი მუქარა. პენტაგონს უკვე მზად ჰქონდა სამიზნეების სია, გუშინ საღამოს 8 საათისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანის რეჟიმი არ დათანხმდებოდა სრუტის გახსნას, რა გააკეთეს მათ და ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ. ამისთვის მადლობა. მე მასწვლი მორალურ მეგზურად მსოფლიოში, რადგან ის თქვენმა კოლეგამ ენდრიუმ იგივე კითხვა დასვა ადრე და მე ვიმეორებ. ნებისმიერი მინიშნება ამ ოთახში, რომ ირანს აქვს მორალური უპირატესობა შეერთებულ შტატებზე, შეურაცხყოფაა თუ გავითვალისწინებთ იმ სისასტიკეებს, რაც მათ ჩაიდინეს, არა? თუ გავითვალისწინებთ იმ სისასტიკეებს, რაც მათ ჩაიდინეს ჩვენი ხალხისა და ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბოლო 5 წლეულის განმავლობაში. ჯონი, შეგიძლია გააგრძელო. მადლობთ, ძალიან ძვირფასო ლანგე. მაქვს ორი კითხვა თქვენთვის. ერთ-ერთი ეხება ერთობლივ განცხადებას, რომელიც დღეს დილით გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა. და ამ ერთობლივ განცხადებაში მათ ისაუბრეს ჰორმუზის სრუტის შესახებ. ჩვენი მთავრობები ხელშეუწყობენ ჰორმუზის სრუტაში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას. რა არის მთავრობის რეაქცია ამ ერთობლივ განცხადებაზე? ეს ამსუბუქებს სიტუაციას, როდესაც პრეზიდენტი ცოტა მოგვიანებით დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხდება. მაქვს ციტატა შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ნატოს შესახებ, რომლითაც მინდა გაგიზიაროთ. ისინი გამოცადეს და ვერ გაართვეს თავი. სამწუხაროა, რომ ნატომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს, მაშინ როცა სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებს მათ დაცვას. როგორც იცით, პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე საათში შეხდება მდივან რუთს თეთრ სახლში და ვიცი, რომ ის მოუთმელად ელის ძალიან გულწრფელ და ღია საუბარს მასთან. და მეორე მხრივ, რაც შეეხება ამ კონფლიქტს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ 38 დღის შემდეგ რეჟიმის ცვლილება მოხდა. ამ რეჟიმის ცვლილება მეტი თავისუფლება მოუტანა ირანის ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა ცოტა ადრე ისმება, ჯონ. ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც ჯერ კიდევ წინაა. აბადონი კეროლინი. ამინ. ერონი, რაც შეეხება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის დაწესებას, მოგისმენე როგორ ახსენებდი პრეზიდენტის მიერ დადგენილ რამდენიმე წითელ ხაზს, მაგრამ არ მომისმენია, რომ ამ სრუტეში გადასახადის დაწესება წითელ ხაზად იყოს მიჩნეული. იქნება თუ არა მისაღები შეერთებული შტატებისთვის საბოლოო ჯამში, რომ ირანელებმა შეძლონ გადასახადის დაწესება ჰორმუზის სრუტეში. ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან მკაფიო და მარტივი იყო თავის განცხადებაში გუშინ ღამით Truth Social-ზე, სადაც თქვა, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია ჰორმუზის სრუტის თავისუფალ, უსაფრთხო და დაუყოვნებლივ გახსნაზე. ეს ძალიან მკაფიო ენაა და უნდა იქნას პირდაპირ მნიშვნელობით გაგებული. ანუ უფასო, კერი გააგრძელე. დიახ, შეზღუდვების გარეშე, მათ შორის მოსაკრებლები. დიახ, კერი. არის მოკლე განათლება მოსაკრებლის დაკისრებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა დაუშვას აშეთეშომ ირანს, რომ დააწესოს გადასახადი ჰორმუზის სრუტეზე? ამას ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვეწინააღმდეგებით. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დავთანხმდით. პარტნიორობა პრეზიდენტის ინიციატივა იყო, მაგრამ მან გუშინ საღამოს განაცხადა, რომ სურს სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნას, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. სწორედ ამას მოვთხოვთ მათ. კარგი, დიახ, სწორედ ეს და მეორე კითხვა. მე მყავს ოჯახი და მეგობრები ირანში, თავადაც ირანელი ვარ და ბნელად ის დროს მათთან საუბრობდი. გუშინ ერთ-ერთმა ჩემმა ნათესავმა დამემშვიდობა. მაშ რა გზავნილი უნდა გადავცეთ იმ ირანელებს, რომლებიც მეკითხებიან რა გააკეთონ ეხლა და როგორ დარჩნენ უსაფრთხოდ, რადგან ისინი ნამდვილად არ იციან რა ქნან.
მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის და ჩემი, როგორც მისი პრეს-სპიკერის პრიორიტეტია უზრუნველყოთ, რომ კაფეო გზავნილები მივიდეს ამერიკელ ხალხამდე. ეს არის ჩემი ამოცანა დღეს. რაც შეეხება ირანის ხალხს, პრეზიდენტმა გაანეიტრალა იმ სამხედროების მხრიდან მომავალი მყისიერი საფრთხე, რომელიც აშშ-ს ჩვენს მოკავშირეებსა და ჩვენს ძალებს რეგიონში ემუქრებოდა. და რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტი დიდი ხანია ამბობს, მას სურს, რომ ირანი იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვეყანა. ჩვენ შევდივართ ამ მოლაპარაკებების ახალ რაუნდში, რათა ვეცადოთ მივახციოთ შეთანხმებას ამ ახალ რეჟიმთან, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობას მოუტანს ახლო აღმოსავლეთს. დაიცადეთ, მაგრამ მან თქვა, რომ მათ უნდა დარჩნენ საკუთარ სახლებში და ასევე დაიბრუნოთ თავიანთი ქვეყანა, ასე რომ აქ წინააღმდეგობაა, ხომ ასეა? მაშინ როგორ ეკიდებით ამას? ჩვენ შევდივართ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში რეჟიმის ნარჩენებთან და მათთან, ვისთანაც ვსაუბრობთ, რათა მივახციოთ გრძელვადიან მშვიდობას მთელი რეგიონისთვის, მათ შორის ირანელებისთვისაც. კეროლაინი, ლურჯში შეგიძლიათ ილაპარაკოთ, დიახ. გმადლობ, კეროლაინი. თეთრმა სახმა გაავრცელა განცხადება ირანის მთავრობის გარომ, სრუტეში გადაადგილება იქნება კოორდინირებული ირანის შეიარაღებულ ძალებთან. დრეიდან ვინ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს? კიდევ ერთხელ ეს განცხადებები გაკეთდა 12 საათის წინ. ვიმედოვნებთ, რომ სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება. როგორც უკვე თქვი, სრუტეში მოძრაობის ზრდა ვნახეთ და ეს არის ის, რასაც მუდმივად ვაკვირდებით დღეების განმავლობაში. კიდევ ერთი კითხვა. ვინ აკონტროლებს სრუტეს ახლა? არის ერთი კითხვა ირანელი ოფიციალური პირების დეპორტაციებზე და შემდეგ მოლაპარაკებებზე, მაგრამ არსებობს უსაფრთხოების შეშფოთებები ვიცე-პრეზიდენტ ვენსზე. მშვიდობის მოლაპარაკებებში სტეისი უიტკომბი, ჯარედ კუშნერი, გენერალ სოლეიმანის დიშვილის დეპორტაციაზე, ტრამპის მთავრობა გეგმავს დეპორტაციას. ან ნათესავები, ან ირანელი ოფიციალური პირების ოჯახის წევრები, რომლებიც შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც აქ თაღლითურად იმყოფება. მესმის, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, ვისაც მდივანმა რუბიომ ვიზა გაუუქმა და ვისაც აისმა დეპორტაცია გაუკეთა, თავშესაფარი თაღლითურად მოითხოვა. ეს შეერთებული შტატების კანონების დარღვევაა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქ არალეგალურად ან თაღლითურად იმყოფება, ექვემდებარება ჩვენს საიმიგრაციო კანონებს და გააძევებენ. ვიცი, რომ ეს უმაღლესი პრიორიტეტია სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად მუშაობს. რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტის უსაფრთხოებას, ჩვენ ვენდობით შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს, რომ ვიცე-პრეზიდენტი და მოლაპარაკებების გუნდი უსაფრთხოდ იყვნენ. ისინი შესანიშნავ საქმეს აკეთებენ და ჩვენ მათ ვენდობით. კაროლინე, იქ უკან შეგიძლია ისაუბრო. მადლობ, კაროლინა. პრეზიდენტმა თქვა, კუბა შემდეგია. დაგზავნილი ამერიკელებისთვის კუბაზე და რას უნდა ელოდან კუბელები ამ ყველაფრიდან? როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ეს თქვა და შემდეგ განმარტა თავისი განცხადება, მან იგულისხმა, რომ კუბის რეჟიმი განწირულია დასაცემად. მათი ქვეყანა ძალიან სუსტია. ისინი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში არიან, რა თქმა უნდა, ფინანსური თვალსაზრისით. კუბის ხალხი დაღლილია თავისი მთავრობისგან და სრულიად სამართლიანად. და ეს საუბრები და დისკუსიები გრძელდება ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. პრეს არ მაქვს თქვენთვის არანაირი განახლება ან განცხადება კუბის პოლიტიკასთან დაკავშირებით. კაროლაინი, გამარჯობა. გმადლობ, კაროლაინი. ჯივანმა ჰექსეთმა დღეს დივით განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები დარჩებიან რეგიონში. რას უნდა ველოდოთ ამერიკული ჯარებისგან ოპერაციების თეატრში მომდევნო 2 კვირაში და მის შემდეგ. სპეციფიკური ინფორმაციისთვის ახლო აღმოსავლეთში რესურსების შესახებ მიმართეთ პენტაგონს. გაითვალისწინეთ, რაც მდივანმა თქვა და პრეზიდენტმაც პირადად დაადასტურა, რომ ჩვენ არაფერს გადავიტანთ დაუყოვნებლივ. ეს 2 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტაა და გვჯერა, რომ საბოლოოდ ეს კარგი შეთანხმებით დასრულდება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. მაგრამ ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად იქნებიან. მთავარსარდალი, უკანა რიგებიდან კიდევ რამდენიმე მინდა. რა თქმა უნდა, მადლობა, მაგრამ მე არაფერი. უპასუხებ. მადლობა. ნატოს შესახებ იცით თუ არა, შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს გამოსვლას. ეს ჯერ კიდევ რეალური შესაძლებლობაა. ეს არის თემა, რომელიც პრეზიდენტმა უკვე განიხილა და რამდენიმე საათში ამ საკითხს განიხილავს გენერალურ მდივან რუთისთან ერთად და შესაძლოა თქვენ თავად მოისმინოთ მისგან ამ შეხვედრის შემდეგ დღესვე ტრის მეორე ნახევარში. მადლობა ყველას.